დადგა საოცარი თუშეთის მონახულების დროც. პირველი რაც გზად შეყვდება არის აბანოს უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ბულანჩოს წევრისა და დიდგვერდის მთებს შორის. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში. თუშეთის მაღალ მთებს ეწევით ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარე ეს პატარა მყუდრო კაფე, რომელიც აბანოს უღელტეხილზეა განთავსებული, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. აქ არა მარტო შთამბეჭდავი ხედები, არამედ დაჯის მიერ მომზადებული სახლური ნამსხვრები, არომატული ყავა და ტრადიციული თუშური ბეგქონდარას ჩაიც კი დახვდებათ. ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ქრემო-ომალოში. ვიზიტორთა ცენტრში დამთვალიერებლები მიიღებენ ინფორმაციას თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე. ცენტრის თანამშრომლები ვიზიტორებს დაეხმარებიან ტურების დაგეგმვაში, სასტუმროების დაჯავშნაში და ავტომობილების ცხენების დაქირავებაში. მეცა გამავშავდი კოლმილი შენ წახელ დამზე წავალი სვარდი დაჭკნება ყოილი მინდურიდან მახვალ შენ ხალო სოფელი შენაქო მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემი. ის პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზეა განთავსებული ზღვის დონიდან 2080 მეტრზე, ახმეტიდან 100 კილომეტრის დაშორებით. შენაქოში მდებარეობს ასევე წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც დგას სოფლის განაპირას აღმოსავლეთით, განეკუთვნება მე-19 საუკუნეს. ძველ ომალოში მდებარე კესელოს ციხე აშენებულია მე-18 საუკუნეში. ადრე ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფებული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს ვაკეზე ჩასულა. ესეც საოცარი სოფელი დართლო, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში ომალოდან 15 კილომეტრით, ახმეტიდან კი 120 კილომეტრის მოშორებით პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება 8 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. დართლო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. იგი თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ადე შახედე ქვეყანას გორიდან გორის პირადა წეღან რომ ჩალა დარგაჩნდა დაგიფასდება ძვირადა ფარსმა პირიქითა თუშეთის ისტორიული ცენტრი იყო. სოფელი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურული მემკვიდრეობით. აქ შემორჩენილია შუა საუკუნეების კოშკები, ციხე-სახლები და საკულტო ნაგებობები. სოფლის ტერიტორიაზე დღემდე დგას 3 ციხე-სახლი, რომელთაგან ერთი 7 სართულიანია, 2 კი 6 სართულიანი. ისტორიულად აქ სახლობდნენ ქაძეების, თარღვაიძეებისა და სულაკაურების გვარები.
აბრძანდი ეს კი ფარსმას გვერდით მდებარე სოფელი გირევი, რომლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი საცხოვრებელი კოშკები და ციხე-სიმაგრეები. ვუახლოვდებით ყვავლოს კოშკს, რომელიც განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სოფელი ბოჭორნა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში ზღვის დონიდან 2345 მეტრზე. ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ თუშეთის ექიმმა გააცოცხლა. გომეწრის ხეობაში ასევე მოვინახულეთ სოფელი დოჭუ. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე და მას მწვერვალზე ამოსულ მეომართა სოფელსაც უწოდებენ. დასასრულს ხისოს ტბაც მოვინახულეთ. Dardida si